აი 5 რჩევა თუ გინდა რომ შენი ძილი დაცული იყოს. პირველი. თუ სარკე გაქვს საძინებელ ოთახში, ძილის წინ ან რაიმეთი დაფარე, ან თუ შესაძლებელია საერთოდ გაიტანე ის ოთახიდან. რადგან სარკემ შეიძლება უარყოფითი ენერგეტიკული ზეგავლენა მოახდინოს ძილში. მეორე. ძილის წინ უყურებ ახალ ამბებს, დაძაბულ კონტენტს ან ნეგატიურ ინფორმაციას. ისე პირადად მე დღისითაც არ უსმენ ახალ ამბებს. მესამე. ნუ მოусმე YouTube-ზე შემთხვევით არჩეულ მედიტაციებს. მით უმეტეს თუ არც კი იცი ვინ არის მათი ავტორი. ყოველთვის აირჩიე გააზრებულად, ვითი აპროგრამებ საკუთარ თავს. ყველაფერს, რასაც უსმენ და უყურებ, რაღაც დონეზე ახდენს შენზე ან დადებით, ან ნეგატიურ ზეგავლენას. მეოთხე, ეცადე საძინებელ ოთახში არ გქონდეს ტელევიზორი, კომპიუტერი და ეცადე ძილის წინ ტელეფონით საწოლიდან შორს გადადო. მეხუთე, ძილის წინ ჩააბნელე საძინებელი ოთახი, რომ მელატონინის გამოყოფა არ შეფერხდეს. და თუ არ მოგწონს სიბნელეში ძილი, მაშინ აანთე პატარა ფერადი ნათურა. თუ ეს რჩევა სასარგებლო იყო შენთვის, მაშინ გაუზიარე ეს ვიდეო შენს ახლობელ ადამიანებს. 7 ძილი ყველასთვის საჭიროა.